Sakamodina chaka kartochkos akro. Zaspia, ისე თუ გამოიწვია. ეს კინიჟვარია ფერისვალებას გილოცავთ. ჩვენი გუნდი 27 ჯერ ამოდის აქ ყოველ 19 აგვისტოს ფერისვალებას. ამ საქმის ორგანიზატორი არის დავით სახმაძის ოჯახი. ბატონ დავით, მიესალმე დასაწყისში ვიაგერ. დღეს აქ 5 წლის ბავშვია ყველაზე ახალგაზრდა და ბატონი ვახში 80 წლის ვახში ჟვანია ფეხით ამოვიდა და გაჩვენებთ. აი სად ამოვიდა ფეხით. აი ეს მანქანებით ჩვენ იქ გავჩერდით და ეს მანძილი ამოვიარეთ ფეხით. ეს არის უნიკალური ადგილი. ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანარელმა მათათამ პირველი საუკუნის 30-იან წლებში აქ აღმართეს კინიჟვარი. არავისთვის უკვე საგამათო არ ხდება თუ ჩვენ სწორი გზით წავალთ, რომ ჩვენ პირველი საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე სხვანაირად მოქცეული ქვეყანა ვართ, ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად უკვე მეორე 1000 წლეულიდან და აი სწორედ 2500 მეტრია რა დაახლოებით ეს 2438 მეტრზე ვართ აქ ახლა. აი მართლაც რო ეძებო უკეთესი ადგილი რო იფიქრო დღეს ამოიყვანო ბევრი ვინმე. აი რას ნიშნავს რწმენა და ისა ვერ ამ ადგილზე ვერ ამოვა, მაგრამ აი მაშინ იმ ორმა მოციქულმა და ერთმა მათთან თანასწორმა აი ზუსტად ამ ადგილს მოაგნეს, აქ აღმართეს კინიჟვარი და ღმერთო ფერისვალებას ფერი ეცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მე აქ ერთხელ კინიჟვარზე 2000 წელში რო ამოვედი პირველად, ნახე გვარად ხეცაძე ხოსერად ენუშა და სასაული პიროვნება იყო და გთხოვა რომ ბავშვი უნდა მონათლო, მეორე უკვე მომდენო წელს მოხდა და ეგერ შემთხვევით შევხვდი მის ნათესავებს ხომ? ბიძაშვილს. აბა ბძანეთ ანტონ ხეცაძე. აქედან წავედით ცხენებით გადავედი და მაშინ ძალა და მადლი ყველას თამთლიან საქართველოს. თქვენი ნათლული, ჩემი შვილის ნათლულია. ძალიან უკვე ნათესავები აღმოჩნდით, შევხვდით აგერ ერთმანეთს. ღმერთო ძალიან კარგი ბიჭია გიორგი და ჩემს ბიჭთან მეგობრობს და მე მიხარია რომ მისი ნათლია ვარ და ეს ყველაფერი კინიჟვართან არის დაკავშირებული. მაშინ გუბერნატორი ვიყავით, ცხენზე შევჯექით და გადავედით. ასე იყო ხო ბატონო დავით? აბა მიესალმეთ თქვენ და ბატონი ვახში აქედან საქართველოს. მიესალმებით კიდევ ერთხელ და უკვე 27-დეთ ბატონებო, მართლაც უკვე ტრადიციად უკვე დაამკვიდრდა ეს დღევანდელი დღე რომ უკვე 27-დეთ შევძელით ჩვენმა გუნდმა აქ მოსო. ყველას დიდ მადლობას ვეუბნები, აგერ ახალგაზრდები არიან უკვე და ძლავრობს ეს დღე ყოველწლიურად. იზრდება და იზრდება აქ შეტარებსკი და ეს კიდევ ძალიან ბევრი ალბათ ცოტა ადრიანად. მარტო ჩვენ ბანაკში გუშინ 150-მდე ახალგაზრდა რომელიც გადავეცით და დღეს მზის ამოსვლაც ვაჩვენე სამეცხვარიოზე. ეს უნიკალური ადგილია, მართლაც დიდი საერთაშორისო ცენტრი. მოვა დრო, როცა ეროვნული განწყობა იქნება ყველგან და არ ვიქნებით დაკავებული ამ ბრძოლით და დაპირისპირებით, აი ასეთ ადგილებში ეს მართლაც უნიკალური ადგილია. თვით ევგენი ხარაძესაც უნდოდა აქ ბევრი რამის გაკეთება და მართლაც მეცნიერ გერმანელები რო შემოვიდნენ, ყველა ნახეს რომ აქ მცენარეები იყო ისეთი, რომელიც მსოფლიოში უკვე არსად აღარ არის და ეს გაკეთდა უნიკალური რამ. ბატონო ვახში, მიესალმე თქვენ როგორ ჩანს დღეს ოჩახ დიდი რეკორდი დაამყარეთ. კი, მოგესალმებით, რაც 80 წლის გავხდი, მას შემდეგ 31 მაისს, მას შემდეგ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მე შევასრულე, დავძლიე და ამოვედი კინიჟვარზე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აი მანქანიდან რო ჩამოვედი და აქ ამ სიმაღლეზე ამოვედი და ცოცხალი ვარ. ესე იგი სხვა სიმაღლეებსაც უნდა რამდენი სიმაღლე, რამდენი 2400 არა, იქედან აქამდე რამდენზე ამოვედი? იქედან აქამდე არის სადღაც 800 მეტრი. 800 მეტრი, 1 კილომეტრში 800 მეტრი დავედით სიმაღლეში. ეს ძალიან სერიოზულია და აი 80 წლის ვახში ჟვანია. კი ბატონო და მოუწოდებ ყველას მოვიდნენ აქ, ნახონ, ეს არის სიწმინდე, ეს არის ქრისტიანული
სიწმინდე საქართველოს დიდების ერთ-ერთი დამადასტურებელი ის რომ ჩვენ პირველი საუკუნიდან ვართ ქრისტეს შვილები და ქრისტიანული კულტურის მატარებლები და რომ ჩვენ ვართ ევროპა ჩვენ ვართ ცივილიზაცია საღდენი ევროპის საღდენი მთელი დასავლური ცივილიზაციის ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ იმათ ზევიდან უყურებთ არა ევროპამ ჩვენ გაგვისწრო იტალიელებმა გვითხრეს ჩვენ უფრო წინ უნდა წახვიდეთ უკან და გამოქვეთ ჩვენო ბევრ რაღაცაში მათი მიღწევები ჩვენთვის სავალდებელოა იგივე მართლობის სისტემა, იგივე სასამართლო სისტემა, იგივე რეგიონალური მართლობის სისტემა, იგივე ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, ყველაფერი ეს ჩვენ ახლა გვჭირდება ევროპიდან გადმოვიღოთ და დავნერგოთ, იმიტომ რომ ევროპელებმა თავის დროზე ბევრი რამ ჩვენგან წაიღეს, უნდა დავიბრუნოთ. უკან უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ვიყავით წინ, იმათ გაუზიარეთ და იმათ მეტი სიჩქარე აიღეს და კიდევ უფრო განავითარეს, ახლა ჩვენ უნდა გაგვიზიარონ და ჩვენც ესე იგი გვაქვს დიდი ისე ხო არის სიმბოლური ბატონო ვახში, ჩავედით ჩვენ იტალიაში, იქ სადაც დგას ბიუსტი, ალბათ ძეგლი დაიდგმება ჩვენ ამის ბრძოლებს, შოთა რუსთაველის, იქ იყო დიდი ღონისძიება, რომელიც მაშინ ჩვენმა მეგობარმა არა თავართხელაძე კი ესე იგი შეასრულა ბეგი თავართხელაძე ის ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრია მეცნიერთა კონგრესის ისა მეცნიერების დოქტორი ბატონი ვახში არის ეგრე ორი მეცნიერების დოქტორი ბატონი ვახში ჟვანია ბატონი დავით სახვაძე და დავით სახვაძის ოჯახი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ინიციატორი აი ამის შემდგომ რომ 2003 წლის შემდგომ არ გაჩერდა ეს საქმე ჩვენ არა ვართ თანამდებობებზე მაგრამ არ გაჩერდა ეს საქმე და ამოვდივართ მივესალმები ყველას მე მიმაჩნია რომ ქვეყნის ხელმძღვანელი აქ უნდა იყოს ყველა ნამყოფი აქ უნდა იყოს ყველა გუბერნატორი მერი არა მარტო იმერეთის ნამყოფი ეს წმინდა ადგილი ოპოზიციური პარტიის ყველა ჩვენ არ უნდა დავყოთ საქართველოს ასეთ ამ იმაზე აგერ ქალბატონი მედია აბაშიძეც შემოგვიერთს და ისიც ფეხით ამოვიდა ძალიან კი შარშან ამოტანილი ხატი აი მეორეთ ამოდის კიდე აგერ აი აქ მინდა გითხრათ რომ აგერ ბატონ დავით თქვენ კიდე რამე სხვა რეტყვით რამე სხვა გაქვთ ნუ ძალიან დიდი ბედნიერებაა და წეგან ჩვენ ვახსენეთ რომ ესე იგი მე-3000 წლეულიდან დავდივართ აქ მე-3000 წლეული დაიწყო 2000 წელს და იქედან 26 წელი გავიდა მაგრამ 20 ზოგიერთი ამბობს რომ მე-3000 წლეული იწყება 2001-დანო ჩვენ მეორე შევაერთეთ 2000 წლეული მეორე და მე-3000 წლეული 2 საუკუნე მე-20 და 21 საუკუნე და იმის შემდგომ ამოვდივართ აი ეგერ აქ ყოველთვის რაღაც მოგვაქვს ჩვენ მეცნიერთა კონგრესის აი ეს არის ჩვენი მიზანი ყველა ქართველის მიზანი მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში როგორ ვიცხოვრებთ როცა აი ამ წიგნს რომელსაც არის ჩვენი ქვეყნის მთელი სიმდიდრე ჩადებული ანუ ქვეყნის ინვენტარიზაცია მეცნიერთა კონგრესის წევრების მიერ აქ ორი პიროვნების ორი დოქტორის გივით ალაკვაძის და იოსებ არჩვაძის რედაქტორობით გამოცემული ასე საქართველოს ინტეგრალური რესურსები აი ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში როცა გვეცოდინება რომ რა რესურსების პატრონი ვართ როცა ჩვენ აი ამ პროგრამას მოვიყვანთ მოქმედებაში გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ როდესაც ჩვენ აი ყველაზე მთავარი დოკუმენტი სწორედ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ახალი განზომილება გელათში მიღებული და აი აქ არის ერთად საქართველოსთვის როდესაც უნდა გაერთიანდეს საქართველოში მცხოვრები და ქვეყნის გარეთ მცხოვრები მთელი ქართველობა ეს არის სწორედ დიდი ეროვნული ყრილობა რომლისთვისაც იბრძვის მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის და მას აქვს პროგრამა უნიკალური ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა სადაც ყველაფერი ჩამოყალიბებულია გზაში გქონდა საშუალება ბევრ რამეზე ვისაუბრეთ გავღრმავდით ბევრ რამეზე ვიკამათეთ მე და ბატონმა ვახშიმ და ვაპირებთ რომ ჩამოვალთ იქ გავაგზავნოთ ეს დისკუსია ტელევიზია ქართულ ტივის მეშვეობით და აი ჩვენ ვამბობთ რომ უნდა გაერთიანდეს ყველა აი აქ არის სწორედ ერთად საქართველოსთვის მერაბ ბერძენიშვილის ეზოში შედგა ემიგრანტთა ეს ყრილობა და აი ბოლო წიგნი რომელიც გამოვიდა ემიგრანტი ესეც ამოვიტანეთ სოფლიოში ყველა ემიგრანტი ქართველისადმი ჩვენი პატივისცემის ნიშნად მეცნიერთა კონგრესის პატივისცემის ნიშნად და
ძალიან ბევრ ავტორს ხედავ ჩვენ აქ, მე გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ეს 500-მდე მეცნიერის ავტორობითაა შედგენილი, ისევე ახალი განზომილება საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ეს არის მეცნიერთა საერთო ეროვნული ნაშრომი, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინაც ასეთი, ისევე ერთად საქართველოსთვის. აი ძალიან 15-მდე ემიგრანტი სასაულ თავის იმას წერს ამ წიგნში, ემიგრანტი ჩვენს საქართველოს გვაძლიერებს, ჩვენ საქართველოს ვაძლიერებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ნახეთ, ესე იგი გამოცემული მისი რედაქტორობით ემიგრანტების წერილებია შიგ ძალიან ბევრი, მაგრამ თავი მოუყარა და ერთ წიგნად აკინძა ქალბატონმა ლუარან იჟარაძემ, ასევე მეცნიერთა კონგრესის წევრმა და მეცნიერების დოქტორმა. აი ასეთი პროგრამებით ამოვედით და ის სანთლები, რომელიც ჩვენ აქ ამოვიტანეთ, ეს სანთლები ამ სანთლებმა მოიარა ზოგი გელათიდან გამოწამული, ზოგი ესე იგი სიონიდან, ეს ისინი ჰქონდა ჩვენ იმ ეკლესიაში, სადაც პატრიარქი მოინათლა ვლადიკავკაზში, იმ სახლში, სადაც პატრიარქი დაიბადა, შემდგომ დათუნაში, სადაც მე-9 საუკუნის ძეგლია, შემოვატარეთ, დავანთეთ ყველაფერი. ჩვენ აქ ამ ადგილიდან დღეს თელ საქართველოს ულოცავთ ფერისვალებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქრისტიანობამ ჯვარმა შეცვალა საქართველო და აი ამიტომ ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ ეს, რომ ყველაფერი იყოს 19 აგვისტოს ფერისცვალებას, რომ ქვეყანას დღეს ჭირდება, ნახეთ, რა ქვეყნის შვილები ვართ. ეს არის გარემო. აქედან აფხაზეთი შეიძლება დაინახო, აქ ხედავ მთელ საქართველოს, ბორჯომი, ახალციხე, ბაკურიანი, რა ვიცი, ყველა რაიონს ხედავთ, ხო აქედან ბაღდადი, პირ გამოვიარეთ ეს ადგილები ყველაფერი, ქუთაისი, საფიჩხია აქედან ძალიან რომაც ჩანს და ასე რომ აი ესეთი გამაერთიანებელი წერტილია, როგორც იტყვის, კრავს საქართველოს. რა დროს ვტრობა, ბატონო, რა დროს ვტრობა, ესე იგი სათნოების დღე უნდა გათენდეს შურზე და მტრობაზე ამაღლების დღე უნდა გათენდეს საქართველოსთვის ღმერთო, ეს დღე იყოს ასეთი. ჩვენ გზას, ჩვენ არ ვიცვლით ეს, ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით, რომ საქართველოს ჭირდება ეროვნული თანხმობა, საქართველოს ჭირდება ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ეს შემუშავებული აქვს მეცნიერთა კონგრესს, როგორ, რანაირად, ჩვენ ვთხოვთ ამ ადგილიდან ყველა ტელევიზიას ღმერთი არ გწამთ, თითო საათი დაუთმეთ მეცნიერთა კონგრესს, რომ თქვენი ტელევიზიით საქართველოს მოსახლეობას უთხრან, რა არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი და დაივიწყებენ უკეს ფიქს პარტიულ პარლამენტზე, დაიმიწყებენ ფიქს ესე იგი ასეთ დაკუცმაცებულ პარლამენტზე და იქნება საუბარი სწორედ პიროვნებათა პარლამენტზე, იქნება საუბარი ეროვნული თანხმობის პარლამენტზე. აქ ამას ვამბობთ ყოველგვარი ვინმეს და რაიმეს წინააღმდეგ ბრძოლის გარეშე. ჩვენ ყველა ვინ ვართ, ვინ მოგწონს, არ მოგწონს, ყველა უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. მეცნიერთა კონგრესის სიძლიერე არის იმაში, რომ ის არც ერთ მხარეს არ დგას ხალხთან და დგას მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში. მომავლის საქართველოსთვის ბრძოლა დღეს ასეთ რამეს ვამბობთ ჩვენ რკინის ჯვარზე, აი ამ უნიკალურ და წმინდა ადგილზე. რა ვიცი, თუ რამე დავაკელი ბატონებო, გესმოდათ, დაამატეთ. ქალბატონო მედია რამეს ხوار ეტყვით აქედან? ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და უსურვებ ჩვენს ქვეყანას წინსვლას, გამთლიანებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, სიუხვეს ყველა ქართულ ოჯახში, ბედნიერებას და გამრავლებას, რაც ყველაზე აუცილებელია. დიდი მადლობა, კარგი სიტყვები იყო. კიდევ ერთი ბოლო თქვენი ისა კიდევ დიდი მოლოდინებით მომავალში აქ ამოსვლასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო კიდევ ის იყო, რომ არ არსებობს, რომ მატება არ იყოს აქ ამოსვლათა რაოდენობის ყოველწლიურად. დღესაც არ ნახულად ბევრი. მოდის ძალიან ბევრი. მიდიან იმ გზით, რომ ორი ღამესაც კი ათევენ აქ იმისათვის, რომ დღეს აქ დილით ადრე ამოვიდნენ ამ რკინის ჯვართან. დიდი მადლობა თქვენს ოჯახს, თქვენს მეუღლეს, თქვენს შვილებს, გიორგის, რომელიც კორწილისთვის ემზადება, თქვენს გოგონებს, 4 გოგონა და მთელი სიმღერის ოჯახია. თვითონ სასაული აღმოჩენა აქვს ბატონ დავითს, რომლითაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, ამერიკა და ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა დაინტერესდა და მიხარია, რომ ქართველ კაცს ასეთი წარმატებული პროექტი აქვს, როცა მეცნიერებათა აკადემიაში მივედით და
ვეუბნებოდით ვიცე-პრეზიდენტს, რომ ასეთი პროექტი თქვა, რომ ეხლა ესეთ სისულელებს ნუ მელაპარაკებითო ეს არ გამოაოდა, ბატონმა დავითმა გაბედულად უთხრა, გიწვევ რუსთავში და ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ მისი ღირსებაც აღმოჩნდა ბატონ დავით, რომ აწია ხელები და თქვა, ვერც კი წარმომედგინაო. ესეთი კაცია, ეს ოჯახი და ესეა. ბატონი ვახში კიდე პიროვნება სასაული მთელი თავისი წარსულით კაკაჟვანია, დიდი ეროვნული განწყობის პიროვნება ვახსენოთ აქ, რომელიც რაღაც გავაპირებთ კიდევაც, რომ ჩვენ საიუბილეო რაღაც გავაკეთოთ და ესე იგი ბატონი ვახშის მართვის სისტემა სოფლიოს 7 ქვეყანაშია დანერგილი. დარწმუნებული ვარ საქართველოშიც მოვა ამის დრო. ძალიან ბატონო ვახში. ფერიცვალება დღეს მინდა ყველას მიულოცო და განსაკუთრებით გამოვარჩიო ობიექტურობით მე არ გამოვირჩევი, ასე რომ სუბიექტურად ჩემი 15 წლის ხდება მარიამ ჟვანია და იმას მინდა მიულოცო. დღეს აქვს დაბადების დღე და აქეთ წამოვიდა. პირველი დაბადების დღეა, რომელსაც აცდენს ბაბუა და მე მინდა მას ვთხოვ, რომ მაპატიოს, იმიტომ რომ აქ სალაშქროდ წამოვედი და ამ ჩემს ლაშქრობას რკინის ჯვარზე უძღვნი მარიამ ჟვანია. ოხ, რა კაი რამე თქვი კაცო. ასეთი ბაბუა ასეთი სიმაღლიდან არავის არ მიულოდი, აგაშენა ღმერთმა, აგაშენა. მარიამი ძევ წერვალებს დალაშქრავს თვითონ. და ერთი პოეტის ის გავიხსენოთ, ისეთი დილა გათენდა ტერს რომ შევყროდი ალალს მასავით გავუღიმებდიო. აი ეს არის ქართველი, რომელიც იტყვის დილით რომ მე მტერი არ მყავს, მე ვიბრძვი საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის და ვივარჯვებ საკუთარ თავზე. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, არაფერი სამტრო ქართველებს არ აგვაქვს. როცა ჩვენ ერთად ვართ და გაჭირვების ჟამს ყოველთვის ვდგებოდით ერთად. ეს მომენტი უდგას დღეს საქართველოს. გარე ძალები მაშინ ბატონობდნენ ჩვენზე, როცა ჩვენ შიგნით დაქუცმაცებულები ვიყავით. დღეს დაქუცმაცებული ვართ და იმიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. ღმერთო საქართველო მომავალში გარედან მართული ხელისუფლების გარეშე. ღმერთო საქართველოს მიეციის ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის მსახური. საქართველოს მოსახლეობის ვამბობ, იმიტომ რომ მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, ასაკისა, პროფესიისა და ასე შემდგომ, ჩვენ ასეთი ერთობა გვჭირდება. სწორედ ამ განწყობით არის მეცნიერთა კონგრესი დღეს აქ, ქართული ერთობის დარბაზი და აი ასე კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ასეთი რესურსების ქვეყანა ვართ, საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ჩვენ ასეთი პროგრამა გვაქვს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ჩვენ გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელსაც ნახეთ ილია ჭავჭავაძის როგორი სიტყვები აქვს ამძღვარებული. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ეს გელაჩი თქვა ილია ჭავჭავაძემ და თუ ოდესმე ჭირდება საქართველოს ერთმანეთის ესე იგი ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად დღეს რა გვაქვს საჩხუბარი. აი ასე ერთად საქართველოსთვის, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა სოფლიო კონგრესი, რომელიც დავიწყეთ ფლორენციაში, იტალიის ძალიან ბევრ ქალაქში გაგრძელდა, საბერძნეთში, თურქეთში. დიდი სურვილია რომ მოვძებნოთ ძალა, დავდგეთ ერთმანეთთან და მთელ საქართველოში და მე ეს დიდი კონგრესი ჩავატაროთ ჩვენთან ქვეყანაში. და ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში, მაშინ როცა გვექნება ერთობა. ამიტომ არის დღეს აქ სიტყვა ემიგრანტი, როგორ დევს, ეს ოქროს ფონდია ჩვენი ქვეყნის, ემიგრაცია და ემიგრანტები. შევერთეთ ხალხო, გავერთიანდეთ, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ასე იგი, როგორი კარგად არის გამონათქვამი, რომ თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. ბიბლიური ეს. თავარი რა არის სამშობლო? სადაო რა არის? რომელი პარტიის წევრიც გინდა იქ იყავი, მაგრამ სიყვარულით ველაპარაკოთ ერთმანეთს, არა გინებით, არა ლანძღვით. აი დღეს სწორედ ამას ვიხსენებთ აქ, რომ ესე იგი ჩვენი ბიბლიური პრინციპია მეცნიერთა კონგრესის მთავარი ისა უნიკალური მსოფლიო პროგრესის საყრდენი, თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული და ბოლოს ერთი. ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ მშვიდობა ბატონებო, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, როცა ადამიანი იქნება თავისუფალი. ადამიანის თავისუფლება არის მიზანი. ამიტომ აქვს პროგრამა ჩვენ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, ეს არის პროგრამა, რომლის ათაურია მიზანია სამშობლო და ადამიანი. სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით,
საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. აი ნახეთ როგორ კარგად არის ჩამოყალიბებული და ბოლო ესე იგი ძალიან კარგად ამბობს დიდი პოეტი მწერალი ამერიკელი პოეტი რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისგებლობის ფარგლებში და როგორ გვითხრა ესე იგი აი ჩვენი წმინდა მამები როგორ გვეუბნებიან იონ ოქროპირის ეკუთვნის ეს სიტყვები როგორ გვეუბნება რომ ესე იგი საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლად უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები აი ეს არის არა ვინმეს ისტობა ვინმეზე მიკედლება ყველაფერი ეს არის დღეს აქედან ამ ადგილიდან საქართველოს ინტელიგენციას რომელსაც უხრომოდრეკილი ვარ მათ წინაშე და ვეუბნები ჩვენი ამოცანა რა არის მსოფლიოში პროგრესი არის იმ ქვეყანაში სადაც მეცნიერი და ინტელიგენტი იცავს ხალხს ხელისუფლებისაგან და არა ხელისუფლებას ხალხისგან ყველაფერი რათელია ყველაფერი ვიცით ჩვენ გვინდა ქვეყანა როდესაც ადამიანს ექნება არჩევანის საშუალება ყველაფერში არა არჩევნების დროს მარტო ყველაფერში არჩევანის თავისუფლება და საქართველოს იქნება ძლიერი გაგიმარჯოთ საქართველოს იქნება ძლიერი მაშინ როდესაც ყველა ადამიანს ექნება საშუალება ესე იგი საკუთარი ნიჭი რეალიზაცია გაუკეთოს ესაა თავისუფლება ყველა ადამიანი საკუთარ თავის რეალიზაციას აკეთებს აი ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ძლიერთა მხარდაჭერით ეს შესაძლებელი იქნება სუსტებს უბსკულისკენ მივყავართ და ძლიერებს მივყავართ ჩვენ გამარჯვებისკენ დიდი საქართველოსკენ მომავლის საქართველოსკენ საიდან ამოდით ბიჭებო აბა მთელი საქართველოში გადაიცემა ვინ ხართ ვთხარით ხარაგაული რა გვარი ხარ ხელიაშვილი აი მეორე თქვენი მეგობარი აბა ეს არის ბადრის ხვიკვაძე ჩვენ ერთხელ ბატონო რამოდენიმეჯერ ამის ბაბუის მანქანით ავარ ძალიან კარგი მოიკითხეთ თქვენი ოჯახი და კარგია რომ ეს სამი ახალგაზრდა აქეთ ამოდით და ღმერთო გაუთენე დიდი დღე ქვეყანას როდესაც ყოველი ქართველი იტყვის ისეთი დილა გათენ და ტერს რომ შევყროდი ალალ ძმასავით გაუღიმებდი მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ